ქართული სახელმწიფოს ლიდერები ამ საკითხს აქტიურად არაყენებენ. ასეთ შემთხვევაში არავინ თავისი კეთილინებით საკითხს არ მოახერხებს. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ყველა დოკუმენტი ბოლო თვეების განმავლობაში რა გააკეთა საინჟინრო საკითხი ყოფილიყო ეს წესრიგში. კითხვების დასმა ან კონსტრუქციული კრიტიკა არანაირად არ ნიშნავს, რომ ეს არის აშეულობა ან რაღაცა ასე ვთქვათ სულ ფორმებში ვიღაცისადმი პოზიციის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მიუღებელია ის თუ რა ფორმითაც მოხდა იგივე ჩემს პოზიციაზე პასუხის გაცემა. მე უსმენთ ალბათ მინისტრს განცხადება ერთმანეთს არ ემთხვევა. 2013 წლის მაისის მინისტერიალში საკითხი არ იქნა შეტანილი, ეს არის ძალიან სამწუხარო. თუმცა თუ მოხერხდება სანაცვლოდ რაღაცა შედეგის მიღება, თუნდაც გადაწყვეტილების მე ამას მარტო მივესალმები. ევროსაბჭოს მინისტერიალი ყოველწლიურად მაისში იკრიბება საგარეო საქმეთა მინისტრების რანგში. ამჯერად ეს 16 მაისს გაიმართება და მასზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვა. დიდი მადლობა, ეს ჩვენი კორესპონდენტი ბუნებრივი ამ თემას ამავე მთავარ გამოშვებაშიც დაუბრუნდება. რამდენიმე წუთში კვირეულისთვის თუ ევროპული ოჯახის გესწრაფვა, რასაკეთებს ქვეყნის ხელისუფლება იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის კუთხით წინ გადაიდგას ნაბიჯები. ამასთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ცოტა ხანში უპასუხებს, ასევე